ვინ არის ირაკლი ფირცხალავა? დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელმაც გუშინ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი კადრები გაავრცელა. რობაქიძის მშობლების გარდა მის მიმართ პრეტენზიები სხვა დაზარალებული სახლობლებსაც აქვს. კიდევ ერთი სპეცოპერაციისას მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა დანაშაულის ერთ-ერთ მონაწილედ სწორედ ფირცხალავას ასახელებს. 2006 წლის მაისში კორტებთან ჩატარებული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. დაზარალებულის ბრალდებას ირაკლი ფირცხალავა ბრალდებით ვეპასუხობს. ფირცხალავა მე არაერთხელ განვაცხადი არის ყლელი, არ არის მარტო ზურას საქმეში, ყველა მკვლელობის თანამონაწილე და არის ყაჩაღი. კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კრიმინალური პოლიციის უფროსის მაშინდელ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს. ყველგან აქვთ ერთი და იგივე სცენარი და ყველგან მონაწილეობდა სამი დაჯგუფება. ეს იყო ფირცხალავას და ამათ ხელმძღვანელი ჯგუფი, ეს იყო გელა ანჯაფარიძე, ეს იყო კვინიკაძები, ცააძები და ძმანი მათი და ამათ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა. ირაკლი ფირცხალავა ბრალდებებს უარყოფს. ბოლო გამოიჩეკა დღეს იური ვაზაგაშვილი მას ჩემის აზრით ასევე განიზრახა ზეწოლა მოახდინოს გამოძიებაზე. მე უბრალოდ მინდა უთხრა ამ ფსიქოტროპული წამლების გამსახებელს. სანამ გენერალ ლევან გვაზავაზე რამეს იტყვის, უმჯობესია პირი გამოირესხოს. სანამ იმ ბიჭებს და ასახელებს, ვინც ამდენი ხანია ქვეყანას ემსახურებოდნენ და დღესაც მუშაობენ და დამსახურებული მუშაკები არიან, ჯობია პირი გამოირესხოს. 2006 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. ბუბა ფუთურიძე კი მძიმედ დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ პირველად ცეცხლი ავტომანქანიდან უკანა საქარე მინიდან გახსნეს. ერთ-ერთმა დამნაშავემ შენიშნა პოლიციის თანამშრომელი, ამოიცნო, ასე ვთქვათ, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი და ამის შემდეგ, როდესაც საცობიდან თითქმის შეუძლებელი იყო თავის დაღწევა, მოახდინა უკანა საქარე მინიდან გასროლა აღნიშნული მანქანის მიმართულებით. კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ უკანა საქარე მინა მთელია. მანქანიდან სროლა რომ არ განხორციელებულა, ეს მოგვიანებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელთაც დადგინდა, რომ ავტომობილში მსვლელობენ პირების მხრიდან, ანუ შიგნიდან გარეთ მიმართულებით სროლას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს. ოჯახმა საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. ამ შემთხვევაში სტრასბურგში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ერთადერთი იმის თქმა, რომ მიღებულია სტრასბურგში აღნიშნული განაცხადი, თუმცა კომუნიკაცია სახელმწიფოსთან დაწყებული არ არის. ზურაბ ვაზაგაშვილის და მისი ორი თანმხლები პირის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია 2006 წელს პარლამენტში პრეზიდენტის საყოველთაოდ ცნობილი გამოსვლიდან მალევე 2 თვის შემდეგ განხორციელდა. პრეზიდენტის გამოსვლიდან ადრეში ანალოგიური განცხადება გააკეთა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. მე ვაცხადებ ახალ კანონპროექტს. ნულოვანი ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. მე შემოაქვს სულებების სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირის ძარცვაზე, ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობაზე, ნარკოტიკების შენახვაზე თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი, არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში, ვისაც გააკეთა. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას, ვისაც მისი ვალი აქვს დაიცვას საქართველოს საზოგადოება. არავითარ შემთხვევაში არ შეკიტობდეთ ხელი. თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის მithumedes პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია 2006 წელს პირველი არ ყოფილა. იმ წელს პოლიციის სპეცოპერაციებს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.